უკვდავების ვაშლი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე, რომელიც შორეულ და ლამას სახელმწიფოში ცხოვრობდა. მას ჭკვიანი ცოლი და ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. უფლისწული კეთილი, მამაცი და გულისხმიერი იყო. ისინი ბედნიერად მართავდნენ სახელმწიფოს. ერთ დღეს ხელმწიფე მძიმე დავად გახდა. მოიყვანეს საუკეთესო ექიმები. მოამზადეს და ასვეს უამრავი წამალი თუ ბალახეული, მაგრამ უკეთესად ვერა და ვერ გახადეს. სასახლეში სიჩუმე და სევდა ჩამოწვა. ხელმწიფე დღითი დღე უფრო და უფრო სუსტდებოდა. მაშინ მოხუცმა ბრძენმა თქვა: არის მხოლოდ ერთი რამ, რაც მას გადაარჩენს. უკვდავების ვაშლი. უკვდავების ვაშლის ხე ერთ მოჯადოებულ სასახლის ეზოში იდგა. მას საშინელი, ცეცხლის მფქვეველი დრაკონი იცავდა და სასახლესთან მისასვლელი გზაც დაბრკოლებებით სავსე იყო. უფლისწულს დიდხანს არ უფიქრია. მამას ხელი ჩასჭიდა და უთხრა: მე წავალ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვაშლს მოგიდან. სასახლეში ყველამ იცოდა, რომ უკვდავების ვაშლის მოსატანად ვინც წავიდა, უკან აღარავინ დაბრუნებულა. შეწუხდა დედოფალი. მეფე ვერ გამოეჯა მთელებინად და შვილიც უნდა წასულიყო. თვითონ ერთადერთ ვაჟს დაჰკარგავდა და სახელმწიფოც ტახტის მემკვიდრის გარეშე რჩებოდა. უფლისწულმა არ დაიშალა და გაუდგა გზას. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა. 9 მთა და 9 ზღვა გადაიარა. მიადგა ერთ ტყეს, საიდანაც საცოდავი ხმა ისმოდა. თურმე შველი მახეში გაბმულიყო და მშობლები მის დასახმარებლად მისულიყვნენ. უფლისწული რომ დაინახეს, მამალი ირემი საბრძოლველად მოემზადა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ვაჟი სანტროდ არ იყო მისული და გვერდზე გადგა. უფლისწულმა შველს მახე ფრთხილად მოხსნა და გაათავისუფლა. როცა დაგჭირდები, მე მოვალ. უთხრა ირემმა და ტყეში გაუჩინარდა. ბიჭმა ცოტა გზა გაიარა და დაინახა ლომი, რომელიც ძლივს კოჭლობით მიდიოდა. მძიმე ნაბიჯები და ჩუმი გმინვა ერთმანეთში ირეოდა. ერთ ფეხში ეკალი ღრმად ჰქონდა შერჩმული და ყოველი ნაბიჯი ტკივილს აყენებდა. უფლისწული აშეშინდა. ნელა მიუახლოვდა და მშვიდად უთხრა: სამტროდ არ მოვსულ ვარ, მე დაგეხმარები. ლომმა შეხედა. მისი მზერა მკაცრი იყო, მაგრამ სავსე ტკივილით. უფლისწულმა ფრთხილად გამოაძრო ეკალი, ჭრილობა წყლით გაწმინდა და ნაჭრით შეუხვია. ბევრი გარბის ჩემი დანახვისას, შენ კი სიკეთე აირჩიე. დაიმახსოვრე, როცა ძალა დაგჭირდება, მე შენს გვერდით ვიქნები. ლომი წავიდა, მაგრამ მისი მშვიდი და ძლიერი ხმა დიდხანს ისმოდა. უფლისწული ტყიდან გამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მან მინდორში ერთი დაჭრილი არწივი დაინახა, რომელიც კვლავ ორანს ეომებოდა. უფლისწულმა მაშინვე ხმალი ამოიღო და არწივის დასაცავად გაემართა. იქით არწივი, აქეთ. უფლისწული და მტერი ადვილად დამარცხდა. ბიჭმა არწივს გადახედა, ის დაჭრილ ფრთას მიწას ძლივს აშორებდა. ვაჟი მივიდა, ფრთა შეუმოწმა და შეუხვია. სიკეთეს არასოდეს დავივიწყება. უთხრა არწივმა და გაფრინდა. უფლისწულმა გზა განაგრძო. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა. მიადგა იმ სასახლისკენ მიმავალ გზას, რომლის ეზოშიც უკვდავების ვაშლის ხე იდგა. გზა სულ ეკალბარდებით იყო დაფარული. ბიჭმა ხმალი იშიშულა. ის დაუღალავა ჭრიდა ეკლებს, მაგრამ ერთი მოჭრილი ეკლის მაგივრად 2 ამოდიოდა, 2 მაგივრად 4 და უფლისწული წინ ვერ მიიწევდა. ამ დროს სად იყო და სად არა გამოჩნდა ირემი. ირემს ისეთი ბასრი რქები ჰქონდა, რომ 10 მეომარს აჯობებდა. მალე მათ სასახლის კედელთან მიაღწიეს. ირემი ბიჭს დაემშვიდობა და წავიდა. სასახლის კედლები არ იყო ძალიან მაღალი, მაგრამ ბიჭს ასვლა გაუჭირდა და შესასვლელი კარიც ვერსად ნახა. ხან აქედან შემოუარა, ხან იქიდან. რა ჯადოსნური სიტყვები აღარ უთხრა.
მაგრამ კედლები ადგილიდან არ იწვროდნენ. მაშინ გამოჩნდა არწივი, რომელმაც უფლისწული კლანჭებით მაღლა ასწია და სასახლის ეზოში გადასვა. ბიჭმა მადლობა გადაუხადა და არწივი ღრუბლებში გაუჩინარდა. ეზოს შუაგულში უკვდავების ვაშლის ხე ჩანდა. უფლისწულმა მისკენ როგორც კი ორი ნაბიჯი გადადგა, გარეული ცხოველები გამოჩნდნენ. ისინი სულაც არ ჩანდნენ მეგობრულები. დაწყნარდით ფისუნიებო. მე მხოლოდ ერთი ვაშლი მინდა. შეხედე, ჩვენი შიში ტყეში ცხოველებს თავისუფლად ვერ გაუვლიათ. ეს კი ფისუნიებს გვეძახის. ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ცხოველები მზად იყვნენ უფლისწული ნაგუწებად ექციათ. ისინი ბიჭისკენ წავიდნენ, მაგრამ მათ გზა ლომმა გადაუღობა. კვაპატიე ჩვენო მეფეხო. ლომის ერთი დახიელი საკმარისი იყო, რომ ცხოველები თავის ადგილს დაბრუნებოდნენ. ლომმა კმაყოფილებით გადახედა ბიჭს და თავის გზას გაუდგა. უფლისწული ხესთან მივიდა. გაიშვირა თუ არა ხელი ვაშლის მოსაწყვეტად. სასახლის კარიბჭე მძიმე ხმაურით შეირხა. იქიდან დრაკონი გამოვიდა. ის უზარმაზარი იყო, ქერცლი ქვას გავდა, თვალები კი ცეცხლივით უნათებდა. რატომ მოხვედი ჩემს სასახლეში? უფლისწულმა წინ გადადგა ნაბიჯი და თქვა: მე ვაშლის წასაღებად მოვედი ის აღარ დაამთავრებინა დრაკონმა და მაშინვე პირიდან ცეცხლი გამოუშვა. უფლისწულმა გვერდზე გადახტომა მოასწრო. მე ძალის საჩვენებლად არ მოვსულ ვარ. მე ვაშლი მეფის, მამაჩემის გადასარჩენად მჭირდება. უცებ იქაურობა განათდა. სასახლე სინათლით აივსო. დრაკონი კი მშვენიერი პრინცი გახდა, რომელიც ერთ დროს ამ სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდა. ეს სასახლე ოდესღაც სიხარულის ადგილი იყო. სასახლეში თურმე ერთი მეფე და მისი ოჯახი ცხოვრობდა. უკვდავების ვაშლის ხე სასახლის ეზოში იზრდებოდა, რათა სიცოცხლე დაეცვა და არა ძალაუფლება გაეძლიერებინა. ერთ დღეს მეფის ვაჟებს სენი შეეყარათ. სანამ ისინი გამოჯამრთელდებოდნენ, სასახლეში ერთი ქალი მივიდა. მეფეო, ჩემი გოგონა ძალიან ცუდად არის და გთხოვთ დამეხმარეთ. მომეცით მხოლოდ ერთი ვაშლი. ვაი თუ სენი ჩვენც შეგხვდეს. ჩემი ვაჟები სენისგან ვერ განიკურნონ. მაშინ ვაშლები ჩვენ დაგვჭირდება. ყველასთვის საკმარისი ვაშლი კი ხეზე არ არის. მეფემ ქალი უარით გაისტუმრა. მეორე დღეს სასახლე სიბნელემ მოიცვა. მიუდგომელი გახდა და ვინც კი მეფისთვის საყვარელი იყო, ყველა სხვადასხვა არსებად გადაიქცა. მეფემ ამას ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. ჩვენ ველოდებოდით ადამიანს, ვინც ხვის გადასარჩენად თავს საფრთხეში ჩაიგდებდა და ჯადოს აგვხსნიდა. მადლობის ნიშნად პრინცმა თვითონ მოუწყვიტა რამდენიმე ვაშლი. შესვა საუკეთესო რაშზე მამაცი უფლისწული და მშვიდობიანი გზა უსურვა. ბიჭი მალე თავის სასახლეში დაბრუნდა. მიუტანა ვაშლი მამას და მეფეც მალე გამოჯამრთელდა. სასახლეში ისევ სიხარულმა დაისადგურა. ამის შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქადო იქა და ფქვილი აქა. დაალაიკეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.